და აი მეგობრებო, როგორც იქნა, ორ თვენახევრის შემდეგ კვლავ ვართ ელიევაზე ზაქროსთან და როგორც იქნა, ვიწყებთ ძრავის აწყობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ვინც აქამდე ადევნებდით ჩემს ვიდეოებს, თვალყურს, ყველა ნახავდით რა გზა გავიარეთ. აი აქამდე მოსასვლელად და ეხლა დავიწყებთ და თან ჩვენთან ერთად თქვენს განახევთ პროცესს, როგორ იქნება ეს ყველაფერი, როგორ გავალთ ბოლოში და როგორ დავქოქავთ ძრავს. მანამდე შეგვიძლია გავესაუბროთ ამ პროცესის მთავარ გმირს ბატონ ზაქროს, რომელიც ეხლა საქმეშია და შეგვიძლია ჩვენ ჩავერთოთ, რას ხსნით უკაცრავად, ეს რა არის, კლადიშებია? რენოი კლადიშებია, ეხლა ხსნით და როგორ განწყობაზე ხართ? მიკროფონის მიშვერა ჟურნალისტურს გავუშვებ ახლა როგორ განწყობაზე ხართ როგორ ხართ დღევანდელი დღისთვის მომზადებული რაიმე შეფერხებებს ველოდებით დრიფტზე ვიცი ხოლმე ესეთი კითხვები თქვენი კომენტარი როგორ განწყობაზე კაი განწყობაზე ვართ რა ვიცი შეფერხებებს წესით არაფერს თუ რაღაცა გაუთვალისწინებელი და რაღაცა ხარხნული წუნი რამეს არ ქონდა სხვა ისეთი ყველაფერი ნაყიდი გვაქვს, მომზადებულები ვარ, დამზადებულია ასაწყობა ძრავი, გასუფთავებულია დეტალები და რა ვიცი, მოვიცალეთ ყველამ. ამ პროექტზე კომენტარს მოვიცალეთ ყველამ. ნუ მე არ მეცალა ეხლა. განსაკუთრებით ოპერატორმა მოიცალა. ოპერატორმა და ერთვიან დასვენების შემდეგ ოპერატორმა და ოპერატორმა. ყველა კაი მოდი. აი, ჩემი ბრალია, ოღონდ შენ აღარსად გაიქცე. რა ვიცი, გვინდა დღეს ავაწყოთ ძრავი, რასაც შეუძლებ კი არა და ესე გვაქვს გეგმაში რომ დავასრულოთ და დანარჩენს ნელ-ნელა გეტყვით ყველაფერს, რა ვიცი, დაკოქვასაც, ჩადგმასაც, აწყობასაც, დამშვიდობებასაც და ყველაფერს. კადს მიღმა რომ ჩხუბობდით ჩემზე მიდი ეხლა ჩხუბობ ბარემ ხალხს მაგრამ არა კადს მიღმა კადში ჩხუბობდი და კადს მიღმა იძახი ხა შენ მოკლედ ცუდი კლიენტი ხარო არა მეორად ჩემთან მოსული აღარ დაგინახო ცუდი კლიენტი არა ხო ძალიან სწრაფი ხარ просто ორ თვენახევარში ეს სწრაფად არავის არ ვაუწყი ეს სწრაფად რა იყო ეს სწრაფად ახეთ რა ლამაზია სულ ახალი ცინცხალი ძვირფასი არა ხუმრობის გარეშე იყო რაღაცა ნიუანსები, რაღაცა დეტალები შემაფერხებელი, ხან ნაწილი მდგომარეობაში იყო, რომ არ ექვემდებარებოდა რესტავრაციას და მოუწია ძებნა და ამან წაიღო გარკვეული დრო, ამან დაგოკარგინა გარკვეული დრო და შემდეგი ხელახლა იმის გამზადებას მერე კიდე რაღაცა კითხვის ნიშნების ქვეშ იყო ის რომ არ გამოსულიყო ისევ ბლოგზე რომ აღმოჩენილიყო მსგავსი კორუზიები, ისევ რა გზა უნდა გამოგვენახა და ალტერნატივები, რაღაცეები ხან იყო, ხან არ იყო. ფიზიკურად იმ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე რომ შეგვეძინა ან ძრავი, ან სათადარიგო ნაწილი რა. როგორც იქნა მოვაგუროვეთ ნაწილები, ახალი ისე რესტავრაცია ჩაუტარდა მეორად, რასაც უტარდებოდა იქამდე რესტავრაცია და რა ვიცი მოვიდა მართლა ის დრო რომ ავაწყოთ ძრავი რა და უკვე გადაღებებს შევეშვა და ძრავის აწყობას ძრავის აწყობას შევუდგე. მე საქმესაც მიხედო, ზაქრო ხსნის თავის ობიექტს, აღარ იქნება ამ ადგილას, სადაც არის. ამანქანის შემდეგ. ამანქანის შემდეგ. ოღონდ მართლა ანუ ეს მანქანა რო არა, რამდენი ხნის გადასული იქნება? დიდი ხნის და იმენა ეს მანქანა მაკავებს. ფეხებში მედებაო ესე მითხრა შენი მანქანა და დროზე მოაწყვიტე აქედან. არა, ოღონდ კაი გაგები მასაც იმენა მედება, კი არა და არ მიშვებს, რა ფეხი ვერ გადავდი წინ მანქანა იქ ძრავი დევს და ხონა გადააბიჯო ფეხი რაღაცას და ჯობდა რომ სად იქნება შენი ახალი ობიექტი? მოდი ეგეც ვთხარი მაყურებელს მაინც რატო დამებაენა. ჩემი ახალი ობიექტი იქნება რუსთავის ავტომაგისტრალზე, თბილისი-რუსთავის ახალი მაგისტრალი რო არის. კონკრეტულ ლოკაციას უფრო გარკვევით და მე უფრო საჯაროდ დავდებ რომ გაერკვა ეს მაყურებელი და მისახვედრი იყოს ადვილად. მეც შეგატყობინებთ. მოსაგნება ძალიან მარტივია. ძალიან დიდი სივრცე გვექნება, ძალიან თავისუფალი. გარემო კომფორტულია ესე ყველაფერი ხართ ესე უწყო და ორი სიტყვით. მე არ გამიმართლა ერთი რომ აქაც ვერ ვეტევი რომ ესე ორი სიტყვით ჩავეტყვი და ყველაფერს დეტალურად მე მოგახსენებთ.
ახალ სერვისშიც მივიღებთ მაროს მანქანას და სხვა მანქანებსაც აქ რაღა უნდა ჩემ მანქანას სერვისში აღარ უნდა არა ხესად არის დავაკაკო აქვე მინდა აი მომენტი გამოვიდა სერვისშიც აღარ მივიღებთ ვაფშე აღარ მივიღებ მაროს კლიენტად აღარ მივიღებს არასდროს აქვე მინდა აი მომენტი თვისარგებლო და ერთ კომენტარს ერთ კი არა რამდენიმე კომენტარს გამოვეხმაური მოკლედ ჩემთანაც და აი აკეპსტარი რო არის მას ქონდა ჩვენი ვიდეოს განხილვა იქაც იყო ძალიან ბევრი კომენტარი იმის თაობაზე რომ აუ მან როგორ მიიყვანა მანქანაო მან მიყვანასო პადვალში მიყვანა ჯობდა ზუსტად ესეთი ციტირე ზუსტად ესე იყო ნათქვამი და რაღაცნაირი ის იყო რა აი წარმოდგენა მოკლედ ახსნა მინდა რა უბრალოდ რომ ზოგადად ეს სივრცე არის ძალიან დიდი, ყველა ბოქსი აქვს ნაქირავები ინდივიდუალურ ხელოსანს, კომენტარებში საუხსენი, მაგრამ იმ კომენტარს ახლა ნახავენ ერთეულები და ამიტომ ვინც აქ უყურებთ, მათთვის მინდა აუხსნა და ვინც აქ როს არ იცნობთ, რა თქმა უნდა. ყველა ბოქსი ნაქირავები აქვს ინდივიდუალურ ხელოსანს და შესაბამისად ეხლა ეს ერთიანად ადგედა თქვა რომ აი ეს სერვისი არ ვარ გამთლიანად აი ამ ხელა სერვისი არის არალოგიკური ზამბუნებრივია ხო იმიტომ რომ მე მოსული ვარ კონკრეტულ ხელოსანთან ზაქროსთან ამ შემთხვევაში და არა ზოგადად ამ სერვისში ეს ხო არის რაღაც ერთი კომპანია სადაც ყველა ხელოსანი ერთი სტანდარტით მუშაობს შესაბამისად მაგის თქმა რომ მანდ მიყვანა საერთოდ არსად არ მიიყვანა ჯობდაო არის არალოგიკური და არასწორი იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოსულები აქ ზაქროსთან და არა ზოგადად კომპანიაში სადაც ყველა ერთნაირად მუშაობს და ყველა ერთნაირად ცუდია ყველა ერთნაირად კარგია ვიღაც შეიძლება კმაყოფილი იყოს ვიღაც უკმაყოფილი იყოს ზაქროს უკმაყოფილი კლიენტები არ ყავს მაინც რო იცოდეთ ხო და ამიტომ მე პირველივე დღიდან ვიცოდი რომ ჩემი მანქანა და ჩემი ძრავი იყო ძალიან საიმედო ხელში იმიტომ რომ ამის რეკომენდაცია ძალიან ბევრმა კომპეტენტურმა ადამიანმა მომცა და აი ხა თუ ძალიან მშვიდად რა არაფერი არ მინაღვლება შემიძლია იქ დავჯიდე ფეხზე გადადებული და დაველოდი საეწყობა ჩემი ძრავი და მე ძალიან მშვიდად დავქოქო და წავიდე და ვიყო ძალიან იმედიანად ხო მასეა ხო არ მართალი გადამიხადა ზაქრო რო ესე პარაკა ამას ამოჭრიდა ვეღარ ვამატებ ვერა ვამოყარებ იცები ღუმელიდან და გავაკეთოთ სულ ახალი პრაკლატკის unboxing-ი ორიგინალის. სადა განსაკუთრებით ვარ. შენ ვეჭველებ ჩხილების გამკეთებლის რეკლამას აკეთებ. ანჯელას რეკლამაა. ნახე როგორი ლამაზი. ეს თქვენ. მადლობა. ეს ჩვენ.
ძალიან მაგარია. აი ამ ხუჭების გამოღირდა მარტო ამაქანის ჩამოყვანა რა. ეგ მოხუჭები რა არის ცოტა? ხო, რა ვიცი, იმდენად ძვირი ღირს რა ვერ იტყვი ხა პირობითად ბამპერის ფასი ვიცით ხო, იმიტომ რომ ბამპერი ხშირად დაჭირდა ვიღაცას და ვიღაცისგან იყიდა. ეს მოხუჭები იმ დონეზე ძვირი ღირს რა ვერ იტყვი რა, ნუ ვიღაცას უყიდია ვთქვათ $6,000-დაც, $5,000-დაც. აი 4-ის ზემოთ რა, მე ესე ვიტყოდი რა, 4-ზე ქვემოთ ამ არავინ არ მოგყიდის რა. პლუს კიდე არის ერთი მომენტი რა. BMW როცა ეს მოხუჭები გააკეთა. ეს არის სარეკორდო ზომა. ანუ წინ არის 410 მმ. ანუ 410 მმ-იანი სამოხუჭე დისკი ეს აპორნებს რო ეძახით, BMW-ს არასოდეს არ გაუკეთებია. და 2013 წელს როცა ეს ზომა გააკეთა BMW-მ, ეს იყო რეკორდი. და მე შემდეგ მოდელებზე უკვე F90 M5-ზე ხო? ანუ ისევ დააპატარავეს. და რო დააპატარავეს, ამაზე იყო მთელი ამბები ატეხილი, რომ წინა თაობაში შემოგთავაზეს 410 მმ გიგანტური ზომა და შემდეგ თაობაში ისევ 400-ზე რატო ჩამოვიდნენ რა. ხო, ნუ ესეც ისეთი დეტალია. წინა ხუნდები ვაფშე ახალია. რომელიც ძალიან ძვირი ღირს. წინა ხუნდები ღირს მარტო სადღაც $800-მდე ადგილზე. ხო, კიდე როგორც თქვით წეგან, აი ეს დეტალიც აქვს ამ მოხუჭებს სხვა. რა. აი ეს აქვს ეს დეტალი, ბაჩოქს რო ვიზახეთ თორმოზის სისტემის. ხო, ამ მოხუჭებს აქვს ესეც სხვა. ანუ მარტო მოხუჭების კიდით იმ შედეგს ვერ მივიღებთ, რასაც მივიღებთ, როდესაც ეს არის ქარხნული რა. თუ გავიგე. ხო, ეს სისტემა თავარი არის, ეს ანაწილებს სიტყვას. კაუჩი, აი მანქანაა რა. საუკეთესო დაზიანებით არის ეს მანქანა. წერანაც მაგას ვამბობ, იმიტომ რომ როდესაც M-ი არ არის დანამტვრევი და არის ძრავდაზიანებული ჩამოყვანილი ჩვენ ქვეყანაში, არის ძალიან კაი ვარიანტი, იმიტომ რომ ესე ავაწყობინებთ ჩვენ სუპერ ძრავის მოხელეს. და მივიღეთ ახალ ძრავს რა და მანქანა არ იქნება დანამტვრევი. მეც მაგას ვაუბნე, მეც ესე გავაკეთე. მე მყავს ზუსტად ესეც ფერი. მე გავაკეთე, მე ჩამოვიყანე ძრავდაზიანებული. ახალი ძრავი ავაწყეთ, ესე ზუსტად და მივიღე, რა ძალიან კაი მანქანა რა. წინა ვიდეო რო ჩავწერე, ანუ ეს ნაწილები რო ვიყიდე ძირითადი რა. აი ხომ რომ მეთქი 20-ზე ვარ, მეთქი უკვე 100, თქვენ იმის მერე კიდევ ვიყიდე რაღაცეები და მე რაღაცა მიწერდა კომენტარში, რომ ეგ მანქანებიო მაი ავტოზე 20-ში ყრია, ჯერ ეს მანქანა ვაფშე არ ყრია მაი ავტოზე, დევს მე მგონი სულ რავი 10 თუ 15 წელი ჯამში. და თან 20,000-ში ყრიაო, მეთქი მე კი აუხსენი ახლა 20,000-ში ყრია ჭყალებში, როგორი არის მანქანა, მაგრამ ოკეი. არა, ეგრე მაშინ. ეგ როგორ არის, იცი, ან ნებისმიერი მანქანა, რასაც ჩამოიყვან, შეიძლება აქ იყიდებოდეს და მაშინ მაგაგებით ადრე უნდა ადგე და აქ უნდა იყიდე. ეს ვაფშე რა მეთქი და სერვისებული ეს პირველი. აბა 20 ვიმოკიდის კარგს ესეც. ხო, აი ზუსტად. აუ, ეხლა ხა ჩამოვიყვანე რა, ერთ წლის ჩამოვიყვანე, მეც მაშინ ავდგებოდი და მეც აქ ვიყიდი. მე რო ვყიდულობდი, მაშინ იყო აქაც, რავი, 20-დაც და 20 არ იყო, მაგრამ 25-ებად და 23-ებად, მაგრამ ჩავთვალე რომ მერჩინა მე მეყიდა, მე ჩამომეყვანა, მცოდნო და რა ჭირდა, მე გამეკეთებინა ძრავი კარბონ კერამიკულ მოხუჭებზე ვაფშე არ მქონია ბრატაზეული, ჩემს ასეც ვყენია. ჩამოყვა, გაგიმართლა. ხო, რა, ჩემ მანქანასაც უყენია ესეთი მოხუჭები, რა. ძალიან იშვიათია რა. 20-ში არ ყრია ეს მანქანები. ამიტომ მეგობრებო, ჩამოვიყვანოთ ძრავის დაზიანებით მანქანები, გავაკეთებინოთ ჩვენ საუკეთესო ძრავის ხელოსნებს, რომელიც თბილისში ყავს, ერთ-ერთი არის. აგერ ჩვენ საფრთხეზე და რავი, ძალიან კაი ვარიანტია რა. არ არის ეს მანქანა პრობლემური. არაფერი არ უფუჭდება. ხო, მაგას ვიზახი რა. არაფერი არ უფუჭდება ამ მანქანას, სხვა არ არის პრობლემური. ხან რა გაგიფუჭდა, როგორც წინა თაობის M-ებზე იყო. ამის წინა თაობის M-ებზე, ვიათებზე მოგსაუბარი, კი ძალიან კაია, ძალიან ემოციური მანქანაა. ხო, ძალიან ემოციური მანქანაა, ძალიან მაგარი ძრავია, კაია ძალიან, ყველას გვიყვარს, BMW-ს მდევრებსაც და სხვებსაც, მაგრამ ნუ ახასიათებს ისეთი რაღაცეები, ვთქვათ, მიდიხარ და
გაჩერდება რა მანქანა და რაღაცის ნასოსის რაღაცა გაფუჭდება. ძრავი გააკეთე ერთი თვის წინ, მაგრამ სხვა რაღაცის გამო გაჩერდები და გიწევს ევაკუატორით მერე წაყვანა და ამას ეს რაღაცები არ ახასიათებს რა. გააკეთებს როცა დაისვენებ რა. შეიძლება ზაქროსთანაც აღარ მოხვიდეს საერთოდ რავი ერთი წელი. შეიძლება? ხო რა, ანუ შეიძლება აღარ რო ძრავს რო აწყობ და რო წახვალ. ზაქროსთან რაღა, მე აქ მომწმენი აღარო. ზაქროსთან შეიძლება აღარ მოხვიდე დიდი ხანი, იმიტომ რომ ხა მანქანა აღარ გაგიქცევა. მომდგმელი აღარო. და შეიძლება მოიკითხო მაგონში მოხვალ თორე. ეს მანქანა არ დაგტანჯავს. აი ესე აწყობილი ძრავი. რუსთავზე და შევიხოლმე ავტოდრომზე რო წავა. ძრავი და იდეალურად როცა აიწყობა ძრავი, არ დაგტანჯავს ჩემი აზრით. ესე უხეშად რო თქვა, აი დარტყმული მანქანა რო იყიდო, ნუ ვიზუალურ დეტალებს თავი დაანებო რა. ხო, მაინც უნდა ძრავი, აი ეს მაინც არ აქცდება. ხო, დასერვისებას რამდენი უნდა უხეშად. ეხა იმდენი მაინც არ დაჭირდება, რაც მე დამიჭირდა. ამ ძრავზე ამბობ? ხო, ხო, რა. როგორ არის, იცი, დასერვისება ვისთვის პრაკლატკების შეცვლა და ვისთვის კლადიშების შეცვლა და ცეპების შეცვლა და კიდე ბევრი რაღაცის რა. აი გააჩნია. 1-4-5 ხო უნდა მაინც. დოლარი. მიცი რა არის 4-5 $1000 კი დაგჭირდება ჩვეულებრივ. ხო, ეგუთხარი ზუსტად რა, რომ მითხარო. ხო, აგერ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძრავის გაკეთება დამიჯდა ზუსტად $8000-ზე ცოტა მეტი. ხო. კალენვალი არ გამიხდა საყიდელი თან, გაითვალისწინე, არც გალოუკები არ გამიხდა საყიდელი. ხო, ეგ აწყობა და აი. პროსტად დასერვისება რო ვთქვა, სადღაც 4-5 $1000 და მეც ეკითხავ ხა 20-ში რო იყიდება მანქანა, ჯერ საკითხავ ეს არის თუ არა დასერვისებული და ჯერ თუ არის დასერვისებული, რითია დასერვისებული, ორიგინალი უკლადიშებით თუ კინგის უკლადიშებით. მგონი ნახევარფასიც არ ღირს. და პატარა საიდუმლო ძალიან ბევრი არა, მაგრამ ბევრი ემი დადის და არის 550 სინამდვილეში. ხო, ნუ ეგრე რა, 550 ნაწილებზე ბევრი ემია აწყობილი რა. წარსულში ყოველ შემთხვევაში და ის გამართლებაზე რამდენი ხანი გადის? არა, გამართლებაზე არ არის რა, ეხა იქ ვერიშოვა კალენვალი, ძვირი უთხრეს, იქ ვერიშოვა კიდე სხვა რაღაცეები და ნუ 550 არის რა. ან 650 რა. ნუ მე მსმენი, ეხა ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ მსმენია ეგეთები. აღარ დამიწეროთ ეგეთი კომენტარი, გულს ნუ მატკენთ. ის რაც გული მტკივა და ჯიბე. იმდენი მოწილი დახარჯვა. გაგახსენდება ძალიან მარტივ, ისეთ ძალიან მოკლე მონაკვეთად რა. აი, მეგონი ცუდად გამახსენდება, რა დამთავრდება მე რა ვაკეთო. აქ რო აღარ ვიქნები მოსასვლელი. გათენდა როგორც ხედავთ. აი. თუ ჩანს. გათენდა. მოკლედ ჩვენ ძრავი თითქმის სრულად აეწყო. გაჩვენებთ ახლა. და სადაც ჩაიდგმევა. აი გამოიყურება. თან ახლა როგორც კი გაიხსნება გეზ მოტორსი, მე მგონიათ სადზე იხსნებიან, წავალთ. წამოვიღებთ ზეთს და დავქოქავთ, ჩავასხოდოთ დავქოქავთ.
მაგზინოს მიშას. ახლა არის 7 საათი დაიწყო. ზუსტად 2 საათში გახდება 12 საათი, რაც აქვართ, რაც ამას ვაკეთებ. და თავიდან იმდენად სწრაფად დაიწყო მთელი ეს პროცესი აწყობის. რომ მე და მიშა მე მგონი 1 საათში წელოთ აქედანო. ჩვენ რა ვიცოთ, ეხლა წირა გველოდებოდა, იმიტომ რომ ეხლა დაშლის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, მაგრამ აწყობის პროცესი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა. უბრალოდ თავიდან ისე სწრაფად მიდიოდა ყველაფერი, რომ ჩვენ რო გქონდა მაშინ ვღაბეს ვათევთო, არა ვათევთ ისე სწრაფად მიდის, უეჭველი ძალიან მალე დავთარდება. მოკლედ, მივედით იმ ეტაპამდე, რომ დაგვრჩა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური. ეხლა მოსული ვარ მე გეზმოტორსის ვარკეთილის ფილიალში, რომელიც როგორც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ფილიალი. მოვედი იმისთვის, რომ ეხლა უნდა წავიღოთ ჩვენ აქედან ზეთები, ფილტრი, ანტიფრიზი, უნდა ჩავასხათ მანქანაში და უნდა დავქოქოთ ძრავი, რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებს, ყველას მივიყვანეთ იმ დონემდე მანქანის ძრავი, რომ всё აწყობილია, ჩადგმულია მანქანაში და გვესაჭირება მხოლოდ აი ეს სითხეები იმისათვის, რომ ფინიში გავიყვანოთ, ასე ვთქვათ. ეხლა მე მივალ ბიჭებთან, რომლებიც აქვთ განთავსებული სივრცე, შეგიძლიათ მიხვიდეთ, უნდა უთხრათ თქვენი ავტომობილის მონაცემები, ვინ კოდი, გამოშვების წელი, ან დასახელება, მოკლედ რა ინფორმაციაც გაქვთ, მაგრამ ეხლა ვინ კოდი ყველას მოგეპოვებათ, მე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვინ კოდს მივცემ, რომ ისინი ზუსტად ნახავენ ჩემს ავტომობილზე, რომელი დაშვება არის, ანუ რომელი ზეთი უნდა ჩაისხას, რამდენი უნდა ჩაისხას, რომელი ფილტრი გვჭირდება და ზუსტად იმ პროდუქტს წავიღებ, რაც ჩემი ავტომობილისთვის არის იდეალური და სხვას არც განვიხილავ, მე Liquimol-ს ვასხავ, რაც ჩემს ხელში არსებობს ზოგადად BMW, იქნება ეს მეორე სერია თუ რა თქმა უნდა, ეხლა M6-ს Liquimol-ს ვანდობ მხოლოდ ჩემ ნაფერებს ძრავს, რომელიც ამდენი ფასი დაჭდა და ამდენი ვიწვალეთ, ხო და ეხლა შეგვირჩევენ ბიჭები, თან გეტყვით, რომელი ზეთი იქნება თავსებადი და მე რა თქმა უნდა მაგ ყველაფერსაც გაჩვენთ, როგორც ჩავასხოთ და როგორ დაიქოქება. ეხლა გამოგიგზავნი ვინკოდს. ვინკოდზე ჩვენ გვინდა გავიგოთ, რამდენი ლიტრი ზეთი ჭირდება ჩემს მანქანას. რამდენილიტრით ჭირდება პლუს 2 litrით მეტი დაგჭირდება, იმიტომ რომ საერთოდ არ არსებობს ეხლა ძრავი ახლა ვაწყოთ სისტემაში, არსად არაფერი არ არსებობს სითხე და შესაბამისად ჭირდება BMW არის M6. ფილტრი და ხო, ანტიფრიზი, რომელიც ესე ჭირდება. სალამი. აი ვინკოდს გაგიზიარებ ახლა 2013 წლიანი არის პირკით. ეხლა იცი რა ხდება მეგობრებო, ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვხდებით. რამდენი ხნის მერე 1 აპრილი იყო, მოკლედ ფოტოში რომ ვიყავით ჩასული, ეხლა არის 1 აგვისტო ზუსტად. ანუ ზუსტად 4 თვე გავიდა. და დღეს არის დღე, როდესაც ეხლა ჩავასხავთ ანტიფრიზებს, ზეთებს და დავქოქავთ მანქანას. სანამ ეს ყველაფერი მოხდება, მანამდე სპონსორები წარვადგინოთ, მოდი სპონსორებზე არ გვისაუბრია. ჩვენი მთავარი გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import, ვინც ჩამოგვაყენია ეს ავტომობილი და აქ ორი რაღაც მინდა ვთქვა. ერთი ის არის, რომ კომენტარებში ვიღაცები წერდნენ წინა ვიდეოზე, სადაც განვიხილავდი, როგორ დავიტანჯე ზოგადად ამ მანქანის ნაწილების მოძიებაზე, გამბაჟებაზე და ასე შემდეგ, რომ ეს პასუხისმგებლობაო კომპანიამ უნდა აიღოსო თავის თავზე, რომ შენი მანქანაო ძრავ გაფუჭებული ჩამოვიდაო. და აქ ერთი განმარტება კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო, ეს ყველა ვიდეოში ვთქვით აბსოლუტურად, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ ვიტყვი ძრავის ვიდეოში, ბოლო ვიდეოში, კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო, რაც უნდა აიღო. ანუ თავიდან ბოლომდე დაგვიდგნენ გვერდში ამ პროექტში და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მაგრამ რა პასუხისმგებლობაზეც თქვენ საუბრობთ, ანუ ეს პასუხისმგებლობა კომპანიას არ ეკისრება, იმიტომ რომ ნახეთ, პირიქით კომპანიამ წინასწარ გამაფრთხილა, რომ შეიძლება ის იყოს, რაც არ წერიაო. აი, იქ საერთოდ ნახსენები არ იყო, რომ შეიძლება ძრავზე რაიმე სახის პრობლემა ქონოდა. და იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს, ვინც ეს მანქანა გვიყიდა, ანუ დავით, ვინც არის კომპანიის დამფუძნებელი, ქონდა ძალიან დიდი გამოცდილება, თავიდანვე გამაფრთხილა და შემამზადა ამ ყველაფრისთვის, რომ იცოდე ძალიან დიდი შანსია, რომ ეს მანქანა იყოს ეგრეთ წოდებული თოჯინა, როგორც ამბობენ ხოლმე. და რეალურად ძრავი იყოს დაზიანებულიო და თავიდან ბოლომდე გამართლდა მისი პროგნოზები და მე ამ ყველაფერს ვიყავი თავიდანვე მზად. ანუ პასუხისმგებლობა კი უნდა აიღოს, რომ რაღაცას არ ველოდი. პირიქით მადლობა უნდა გადავუხადო, რომ ზუსტად იმას ველოდი, რაც ჩამოვიდა და რაც დაგვხვდა.
ხო, მეორე ამბავი რაც არის, კომპანია Trust Import-ის Facebook გვერდზე არის გათამაშება. ამ გათამაშებაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ამისათვის შებრძანდით Facebook გვერდზე და ნახეთ პირობები, რაც მთავარია და რაც ძალიან მაგარია, თამაშდება უფასო ტრანსპორტირება. ან თქვენ თუ გახდით გამარჯვებული და Trust Import-ით ჩამოიყვანთ ავტომობილს, ტრანსპორტირება გექნებათ 0 ლარი. ანუ უფასოდ კომპანია Trust Import-ით ჩამოგიყვანთ, აგერ ჩემი ოპერატორი წარბებს ათამაშოს, მანქანის ყიდვას აპირებს და პირველი ეგ იქნება ალბათ ვინც მიიღებს აი ამ ვიდეოს მერე მონაწილეობას. ჩვენი მეორე სპონსორი არის კომპანია Gezmotorsi, რომელიც არის Liquimolis ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ზუსტად მათგან წამოვიღეთ ახლა ანტიფრიზები, ზეთები, ფილტრები და ყველაფერი რაც გვჭირდება მოკლედ ჩვენი მანქანისთვის და ამას ჩავასხამთ ახლა ჩვენს ავტომობილში. ჩვენი მესამე სპონსორი არის Sokari, რომელიც ამ ვიდეოშიც გაათამაშებს რა თქმა უნდა 50 ლიტრს აწვავს. ამისათვის უბრალოდ კომენტარი უნდა დაწეროთ და არხი უნდა გქონოთ გამოწერილი და ჩვენი მეოთხე მხარდამჭერი და სპონსორი არის კომპანია Little Tree Georgia, რომელიც ესე სურნელოვან მგზავრობას უზრუნველყოფს ხოლმე ჩვენსას. ეხლა შეგვიძლია გადავინაცვლოთ იქით ზაქროსთან და ნახოთ როგორ ვასხამთ სითხეებს და მე როგორ იქოქება ჩვენი მანქანა. აქ ეგრეთ წოდებული ჟიტნიკი არ გვაქვს. ამას შევუკვეთავ მე ცენტრში. ცენტრი ჩამოგვიტანს ამას. ბენზინი არ მოდიოდა და ნახეთ რაღაცა სისველი ქონდა რელეებს უკან. აქ ბენზინოსის რელესაც სისველი ქონდა. ესენი გავასწორეთ, რა ქვია, იმის რა ქვია. გავწმინდეთ კონტაქტების ფერი. ბენზინი წამოვიდა და ეხლა რავი, წესთან დაიკუჭა. და მქონია. შენ ძალიან მაგარი დამტენიგა ძმაო, ერთი ეგეთი გვაყიდინე რა. მოგოცა შტემცელში და გავიწყეთ ყობა შეერთება. მოუხსენით, რავი, ყველა კონტაქტი გავწმინდეთ, აკუმულატორს თავს დავდებო, მარო იცახ და გასამბობო, ეს აკუმულატორის ეს დაჭერილია. კლემის ბრალიაო. მე კუზაოს ბრალიაო, მე რაღაცის ბრალიაო და ზაქროს ბრალია თქო ხო თქვი. სრავდასერვისებული და ახალი დაქოქილი მანქანის მერე არაფერს არ ანთებს საერთოდ. მაგაში კარგი მართლა. ჩამქრალია ნა. ო, რავი, ვაფშე არაფერი არ ანთია დაჟე. გონია რომ სპიდომეტრის ჩამქრალია. აწი თამამად შეგიძლია ყველანაირი რეკომენდაცია მიცე ამ მანქანაზე. ყველაფერი იცი აწი უკვე. და მოგე. ეხლა მიშამ დამაყენა რომ დადექიო და შენი ემოციები თქვიო. რომ ვიდეოში ჩავსვათო. რომ ვერაფერს ვერ ვამბობ. ძალიან ძნელია რომ ის თქმა იმდენი წვალების მერეწვალებას გავიარეთ ამ მანქანის კეთებაზე და ეხლა იცი როგორ ხარ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაღაცები მოჭიმული რო ხარ და რაღაცა იმაზე განწყობაზე, რაღაცა ენერგიაზე შემართებით და უცბად აი ყველაფერი დამთავრდება და მთელი ძალით რომ მოეშვები და აი ემოციები რომ მოდის ძალიან დიდი, აი ზუსტად ეგ მდგომარეობაში ვარ ეხლა.
სანაქვისგანაც დეტალი ცოტა გვიან ცხელდება რა და შეიძლება თქვა ეხლა არ ბოლავდეს და მე დაიწყოს უკვე გაბოლვა რომ იქ დაიწყებს აორთქლებას და მაგას სიარული ჭირდება რა. მე გეტყვი რა და როგორ უნდა გააკეთო რომ იმას განსაკუთრია წესები რა ზოგადად კი იცი არ გესწავლება მაგრამ ზედმეტი ცოდნა არ გაწყდა. ანუ всё, M6-ის ზრავი მოვჭი. კი. M6-ის ზრავი დაიქოქა. ეხლა ცოტა ხანში შევცვალოთ ფილტრი. ჩავაყენოთ ჰაერის ფილტრები, რომელიც გავიწყდებოდა 3 თვია და ძლივს მოიტანე. როგორც იქნა რომ ჩამოიტანეს. გაჭერია კადრი. არ შემოუშვეს საზღვარზე და რაღაცები. ჩავაყენოთ, იქ რაღაც წვრილმანი რამეა დარჩენილი. და შემიძლია რომ დაგეტოვოთ მანქანა. ეს შერიგების ხელია.